შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საკუთარივე თავს გაემიჯნა და 28 ნოემბრის განაცხადის ავტორმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია და ყველა, ვინც ამაზე მიუთითებს, ტყუის. ირაკლი კობახიძე დღეს თურქმენეთიდან გვესაუბრებოდა, სადაც ის მონაწილეობას იღებს გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენციაში, რომელიც ეხება ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებად ქვეყნებს და თურქმენეთში ამ კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ ირაკლი კობახიძემ უპასუხა სამთავრობო მედიის კითხვებს, რომელიც ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სწორედ იმას, რომ დანიაში არ მიიწვიეს ქართული ოცნება სამიძე და არაფორმალურ შეკრებაზე, სადაც სწორედ ევროკავშირის გაფართოება განიხილება და ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2030 წელს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველო იქნება ყველაზე მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად გაფართოების კონტექსტში ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს საერთოდ აღარ განიხილება ევროკავშირის პოტენციურ წევრად. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მისანი 2030 წლისთვის საქართველოს სრულად მომამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს. ყველა რეფორმა ემსახურება, რა თქმა უნდა, იმას, რომ საქართველო მათ შორის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეს გაირკვა ასევე ის, რომ არა მხოლოდ მინისტრების დონეზე, არამედ ქართული ოცნება არასასურველი სტუმარი არის საპარლამენტო ფორმატებშიც და კერძოდ დანიაში კოსაკის ეგრეთ წოდებული კოსაკის ფორმატში ქართული ოცნება არ არის მიწვეული შემოდგომაზე საპარლამენტო განხილვებში, სადაც იკრიბებიან ზოგადად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის დელეგაციები და შალვა პაპუაშვილმა დღეს თავად აღიარა ის, რომ ამის შესახებ მან პირადი წერილი მიიღო უბრალოდ პარლამენტ დანიის პარლამენტისგან, რომ ისინი არ იყვნენ დაპატიჟებული ამ ღონისძიებაში და მიზეზი იყო ის, რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესში. შალვა პაპუაშვილი დაგვირდა, რომ ამ წერილს გაასაჯაროვებდა, თუმცა დღის ბოლოს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა მხოლოდ მისი მიწერილი წერილი, ანუ საპასუხო წერილი, სადაც ის დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს წერს, რომ პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაა ეს ქართული ოცნების მიმართ და რეალურად ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. წერილიდან ირკვევა, რომ დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს, რომ არ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის კოსაკის შეხვედრებზე. იმ მოტივით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გასაკვირია, რომ ეს საკითხი საქართველოს დელეგაციის არმოწვევის საბაბად გამოიყენება, რადგან საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს დელეგაციის მიწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის კოსაკის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა. ერთი არას ამბობს ქართული ოცნება ახლა და მეორე ის თუ რა მოვისმინეთ და ვნახეთ საზოგადოებამ სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადების დროს, როდესაც პირდაპირ 28 ნოემბერს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა 2028 წლამდე დააპაუზა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და თქვეს, რომ განაცხადს არ შეიტანდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე 2028 წლამდე. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უკვე ქართული ოცნება ფაქტობრივად სრულ საერთაშორისო იზოლაციაში არის მოქცეული და ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ 1 სექტემბერს, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის დანიის დედაქალაქში იქნება არაფორმალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების, იქ იქნება ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი გარდა ქართული ოცნების.